სამშვიდობისა. Როგორც შეგვიძლია ზაზა ბიბილაშვილი ჩვენთან ერთად არის. ზაზა, გამარჯობა და დიდი მადლობა, რომ გამონახედავ საუბრობთ რა. ესეთ იმპროვიზებულ სტუდიაში ვარ, ზაზაც როგორც ხედავთ, მანქანაშია, მაგრამ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ზაზა, შენი დანახული გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ემიგრაციისთვის, იმიტომ რომ მანდა ხარ თბილისში ხარ და ალბათ საქმის კურსში ხარ გაცილებით უფრო წვრილმანებშიც და ზედაპირზე რაცაც ჩანს და აი ეს 26-ის აქცია. მართალი გითხრა, ხა უცბად გეტყვი და გადმოგცემ სიტყვას, რომ ემიგრაციაშიც ისეთი განცდა იყო, რომ რაღაცა ცოტა შეგვეპარა ეჭვები და ეს 26-მა ძალიან იმედი მოგცა რა. არ ვიცი, აი შენ როგორ ხედავ ამას ყველაფერს, რომ ხალხი კიდევ ჯანზეა, ასე ვთქვათ, არ ეპოება, არ შეეგუება ამ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა წინააღმდეგობები მაინც წარმოიშვა რა. მე კიდე კითხავ სხვა რაღაცას და შენ როგორ ხედავ ამას ყველაფერს? საღამოშვიდობის თორნიკე, თქვენთან დილა მე მგონი და ვინც ამერიკაში გვიყვარს დილა მშვიდობის. ხო, უიმედობის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, არც ფარხulis დაყრის, არც ხელების ჩამოშვების, ვინაიდან აქ თავარი არის ის განწყობა, რომელიც არის ხალხში. ეხლა თქვი რომ უიმედობა შემოეპარაო ვიღაცებს და 26-ის აქციამ გვიშველაო და უიმედობის წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან მე იშვიათად მახსოვს საქართველოს ასე ერთიანი როგორიც არის დღეს. ანუ შენ თუ არა ხარ კოცი და კოცი აი ხა ისეთი რაღაცაა რა, ანუ უკვე კეთროვანიც არ არის, რა ვიცი, ბევრ რაღაცას მორალურად მიუღებელს გულისხმობს, მოღალატეობას გულისხმობს, ღირებულებების არ ქონას, ღირსების არ ქონას გულისხმობს, რუსეთის მიმართ ქედრეკილებას გულისხმობს. თუ არა ხარ კოცი, ანუ აი ესეთი როგორიც აღწერე და ესეც საქართველოში ბევრი არ არის, ხო? ყველა სხვა ქართველი, ყველა სხვა მოქალაქე ამ ქვეყნის არის აბსოლუტურად ერთიანი თავის მისწრაფებაში, რომ დაიბრუნოს საქართველო. როდესაც საუბრობ ერთიანი, ამაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აი ამ ჭირისგან, ამ კიბოსგან, რომელმაც ხელში ჩაიგდო ჩვენი ქვეყანა და ცხადია ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მაინდამაინც ერთნაირი ხედვა გვაქვს, ხო? იმისა თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ხვალდაზე, ერთნაირში გულისხმობ იმას, რომ ხო, აქ ძალიან დიდი იდეოლოგიური მრავალფეროვნებაა, ზოგი მემარჯვენეა, ზოგი მემარცხენეა, ზოგი ცენტრისტია, ზოგი ლიბერტარიანელია და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ განწყობა ხალხში არის აბსოლუტურად მომწიფებული, დიდი ხნის მომწიფებულია, რომ აი ეს რასაც უყურებთ არის მიუღებელი, აპრიორი მიუღებელი, ანუ ესენი არ ექვემდებარებიან არანაირ ახსნა განმარტებას, არანაირ რაციონალიზაციას, ანუ მათთან დიალოგს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ დააყენეს თავი და დიალოგს მიღმა. თვითონ ჩაიდინეს ისეთი რაღაცეები, რაც არ ექვემდებარება დისკუსიას, რაც არ ექვემდებარება ახსნას და უკანდახევას, ხო, ესენი უნდა წავიდნენ. და ეს განწყობა საზოგადოებაში არის გამჯდარი, აი თხემით ტერფამდე ეს არ არის უბრალოდ რაღაც რაციონალური აზრი, უბრალო გამვლელი მოქალაქის მოსაზრება, ხო? ეს არის ძალიან მკვეთრი, ძალიან მძაფრი ემოცია, რომელიც აქტიურ ფაზაშია საზოგადოების ყველა ფენაში პრაქტიკულად. მე ძალიან მომეწონა თუ ველოდებოდი მაგას, რომ აი იყო ხოლმე ეს არიცი რა, აი პატიმრების გამოშვება, ცხადია ეს პირველ რიგში არჩევნები და ასე შემდეგ, მაგრამ აი გამოკვეთა მოხდა თითქოს აი ამ აქციაზე მთავარი ლოზუნგის ოცნება უნდა წავიდეს რა, პირობა ეს არის. უნდა წავიდე მოშორდა რასაც შენაბობ ეხლა და აი ამისი კონცენტრაცია რამდენად მოხერხდა, რომ დავიწოვდეს ეს ასე თქვა ჩვენი სურვილი და მოთხოვნა და ჩვენი ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. ესენი თუ წავიდნენ, განაჩენს მე მივხედავთ ავა თუ კარგად რაღაცნაირად გასწორდება ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა წავიდეს, აი ეს არის ყველაფრის თითქოს თავი და თავი და გაიგო ეს პროტესტმა, თუ კიდევ რაღაც არის, რომ მოდი ახლა არჩევნები ჩაატარონ და მოდი ახლა ნაწილი დათმონ და ნაწილი არა. ამათან სალაპარაკო ჩემნაზეც არაფერი აღარ არის. არა, თვითონაც იციან ეს, შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფიზიკურად შეუძლებელი გახადონ ყველანაირი სხვა გამოსავალი, ანუ პარტიების აკრძალვა, ქუჩაში გამოსვლის აკრძალვა, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა, პროტესტის გამოხატვის აკრძალვა, ანუ რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ ადამიანების
ფიზიკური და ფინანსური მოგუდვა. ეხლა წარმოიდგინე ქვეყანა, სადაც ზუსტი რაოდენობა ეხლა არ ვიცი, მაგრამ 1000-1500 ლარი არის დაახლოებით ალბათ საშუალო ხელფასი. ვიღაცა კოცი, ამაზე უფრო მეტ სალანძღავს სიტყვას ვერ მოვიგონებ, ხო და ვერ მოვიფიქრებ, ვიღაც კოცი გამოდის და გეუბნება, რომ შენ თუ პირბადით დაგინახა ქუჩაში 5000 ლარით დაგაჯარიმებს. აი ამერიკაში რა არის საშუალო ხელფასი? წარმოიდგინე იმის 3 მაგი, 4 მაგი ოდენობა რო იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ჯარიმა რაღაც კონკრეტული აზრის გამოხატვაზე. ხო რა აზრის გამოხატვაზე პირბადის ტარებაზე, აზრის გამოხატვა პირბადის ტარება. ხო ეგ არის, ხო ანუ ეგეც აზრის გამოხატვაა მათთვის, ხო ანუ აბსოლუტურად ყველაფერი რაც მათთვის მიუღებელია ხდება უკან რო ამბობენ რომ აი კანონის ფარგლებში უნდა იჯდე და ასე შემდეგ. ეხლა კანონი არის ისეთ ანუ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხა ესენი ცხადი არ არიან დემოკრატიულ საზოგადოებაში რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ნებისმიერ მეტნაკლებად ცივილიზებულ ქვეყანაში კანონი ნიშნავს რაღაც საზოგადოებრივი პროცესის დამაგვირგვინებელ ფაზას, ხო? არსებობს პრობლემა, მე ამ პრობლემაზე მიდის მსჯელობა, მე ამ საზოგადოებრივი მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება მიმართულება, რომ ასე უნდა დავარეგულიროთ, ასე უნდა მიეხედოს ამ პრობლემას. მე ამას განიხილავენ კომიტეტებში, საჯაროდ, პლენარულ სხდომებზე, პირველი მოსმენა, მეორე მოსმენა, მესამე მოსმენა, მე პრეზიდენტის ხელმოწერა, შესაძლო ვეტო, აი რამდენი საფეხურია, რომელიც კანონმა როგორც წესი ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა განვლოს, ხო, სანამ გახდება კანონი და აქ ერთი დარტყმული გაიღვიძებს და იტყვის, რომ მე მინდა რომ ხვალიდან ან ზეგიდან აი რაღაც კონკრეტული ქმედება აიგრძალოს და ნუ ზეგიდან თუ არა ერთ კვირაში მიიღებული ახალი კანონი ხელმოწერილია, მაცნეზე გამოქვეყნებულია და გეუნებიან, რომ აი კანონია ძმაო, რა გინდა, უნდა დაემორჩილო. ეს არ არის კანონი. ეს არის დიქტატურა ჩვეულებრივი. აი მასწავლებლებში ვართ ეხლა და როდესაც საუბრობენ ახლა თავიდან მინდა დაუბრუნდე რას თქვი რომ თითქოს იმედის მხრივ იყო ცოტა ეჭვები იყო ემიგრაციაშიო, მაგრამ გავიხსენოთ რა 80-იან წლებში პარტიები არ იყო აკრძალული, არ იყო დაშვებული, ხო? ანუ პარტიები იყო აკრძალული და ეროვნულ მოძრაობას გახსოვს რას ეძახდნენ, ალბათ ჩემზე უკეთ გახსოვს, ვინაიდან უშუალო მონაწილეც იყავი და მე პატარა ვიყავი მაშინ ეძახდნენ არაფორმალებს, ხო? არაფორმალებს, ხო. არაფორმალებს, რა ვიცი, ყველაფერს რა ეს რაღაცნაირად. ხო და ნუ მაგრიალობაში ვარ ჩვენ დაბრუნებული, როდესაც ამ ქვეყანას მთლიანად აკონტროლებს რუსეთი, მთლიანად ყოველგვარი მაგრამის გარეშე და უკვე გადავედით ეგრეთ წოდებულ იატაკქვეშეთში, ანუ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ჯერ კიდევ ოფიციალურად მეტნაკლებად ფორმალურად და მეტნაკლებად რაღაც არსებულ ჩარჩოებში ახორციელებდნენ თავის პოლიტიკურ საქმიანობას, ეხლა იძულებული ხდებიან, რომ ეს ყველაფერი გააგრძელონ, როგორც ხდებოდა 80-იანებში, როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პირობებში, კერძოდ არაფორმალურად რა, იმიტომ რომ სამშობლოს გათავისუფლება თუ გვინდა, ამას მტრის კანონებით ვერ გავაკეთებთ. ამას გავაკეთებთ თავგანწირვით, ამას გავაკეთებთ მიზანსწრაფულობით, მიზანდასახულობით და ეხლა თუ გაყევი იმას იმ კანონს, ეგრეთ წოდებულ კანონს, რომელიც ტერმა დაგიწერა, ცხადია იქნება მუდამ უწყინარი და მუდამ სისტემის ნაწილი, აგერ გახარიებმა რა გააკეთეს, კი ვნახეთ დღეს თუ გუშინ. ხო, მაგაზე კიდე ცალკე კითხო. ეხლა იცი შეკითხვა შემოვიდა მაყურებლის და ეს ცოტა განვაზოგადებ ამ კითხვას, წაგიკითხავ, სულ არის ლაპარაკი, რომ აი ჩვენ რა შეგვიძლია და გარე ფაქტორი რა არის და ნახე რასაც მაყურებელი უკრაინის გამარჯვება იქნება კოცების დასასრული. რანაირად არ ვიცი, მაგრამ სხვა რესურსი არასერიოზული მგონია მიუხედავად წინააღმდეგობისა. ესე არის, ესე ფიქრობ, რომ დაველოდოთ უკრაინის დამარცხებას და ჩვენ არაფერი არ გამოგვივა? მე ასე არ მესმის, რაც მაყურებელმა მოიწერა, თუმცა მთლიანობაში ამ აზრს ვიზიარებ, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა გადამწყვეტია საქართველოსთვის. ეხლა წეღანაც ვახსენეთ 80-იან ჩვენ ხუთად დაკრეფილი თუ ველოდეთ მაგას, კაი დახლი არ დაგუდგება. არა, აუხსნი, რას გულისხმობ, აი ხა წეღანაც ვახსენეთ 80-იანი წლები, ხო? ეს ეროვნული მოძრაობა საქართველოში 10 წლეულობის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამსახურდიამ და კოსტავამ და მათმა თანამებრძოლებმა 56 წელს პროკლამაციები გაავრცელეს, იმის მერე 35 წელი გავიდა, სანამ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, ხო და დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირს ბოდიში და დედა ეტირა. და ნუ მადლობა ღმერთს, ახლა ჩვენ არა ვართ იმ ვითარებაში, რომ 35 წელი ველოდოთ, იმიტომ რომ რუსეთის
თვის დედისტირება აგერა ხვალის დაზდეგის ამბავია, მით უმეტეს ახლა როსნეფტს და ლუკოილს რა ამბავი ცელით და შესაბამისად პუტინი როგორ ისტერიკაშიც არის, ხო? ანუ საერთაშორისო კონიუნქტურა იქნება განსაზღვრელი იმისთვის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ აქ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავждდეთ, ხელფეხი დავიკრიფოთ და ველოდოთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება მნიშვნელობა იქნება იმას, თუ რა ვითარება იქნება უკრაინაში და რუსეთი რამდენად შეძლებს, რომ საქართველოში თავისი რესურსები აქტიურად ამუშაოს. თუ რუსეთი საქმე წავა ცუდად და მიდის ცუდად და კიდევ ბევრად უარესად წავა, ხო? ის იზოლებული იქნება, რომ თავისი აქტივები დააძინოს, ზოგს ინსტრუქციას ვერ მისცემს, ზოგს ფულს ვერ მისცემს, ზოგს უბრალოდ უპატრონო დატოვებს ქუჩაში, ხო, ეგეთები ბევრი გვინახავს 80-იანებში და 90-იანებში და სამწუხაროდ მე ყველას მოუყარეს თავი და დაბრუნდნენ 2012-ში, მაგრამ იმას ვიძახი, რომ ზუსტად ეს, რასაც ჩვენ ეს მსმენელი თუ მაყურებელი რასაც ამბობს, ზუსტად ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის მარტო ბრძოლა კონტექსტთან ამორნილი არ არსებობს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ბრძოლის ნაწილი და ეს ბრძოლა არის ხო, ერთი ფრონტია, ზოგან სამწუხაროდ იმ ფორმით ხდება ეს, როგორც უკრაინაში ხდება, მაგრამ საქართველოში ჩვენ იმავე მტრის წინააღმდეგ ვართ ბრძოლაში. იმავე ვერაგი, არაადამიანური, ცინიკური მტრის წინააღმდეგ, რომლებსაც ებრძვიან უკრაინელები. უბრალოდ ჩვენთან სხვა ფორმით ხდება ეს, ჩვენთან შეძლეს ქვეყანა შიგნიდან აეყირავებინათ, ხელში ჩაეგდოთ და ეხლა იმ ფორმით აკონტროლებენ, რა ფორმითაც აკონტროლებენ და ცდილობენ რომ გარყვნან ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, ყველა სიტყვის შინაარსი, ხო, აი ღირსება, იმედი, ოცნება, ყველაფერი გამოშიგნეს. უხერხულია, ხო, აი ამ ხალხს რო უყურებ და ესენი რო ლაპარაკობენ, ზოგი ღირსებას ახსენებს, ზოგი მშვიდობას ახსენებს, ანუ ადამიანები, რომლებიც სრულად დაცლილი არიან ღირსებისგანაც, მშვიდობის განცდისგანაც, არანაირი იმპულსი და ის არა აქვთ, რა ქვია, мотиваცია არა აქვთ, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ასე შემდეგ, რო ნატოზე და ევროკავშირზე აღარ მაქვს საერთოდ საუბარი, ყველაფერს აკეთებენ იმის საწინააღმდეგოდ, რაც უნდა კეთდებოდეს ჩვენ რო ეროვნული ხელისუფლება ყავდეს. აი მაყურებელი ფაქტურად ყველს გიკრავს, აი თუ ეთანხმებიდან განვავრცოთ ცოტა ესაზრე, ნახე გამოვიტან კიდეც. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა მეტი დემოკრატიისთვის ან ნატოში გაწევრიანებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ დავუბრუნდით დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაბრუნების ეტაპს. ანუ რასაც შეიძლება ეროვნულ გამათავისუფლებული მოძრაობის იმაზე დავბრუნდით ფაქტიურად მდგომარეობაში რაღაცნაირად რა და თან ვეთანხმები და თანაც ალბათ სულ ესე არ არის რა, რაღაცა მაინც ცოტა წინა ვართ. ხო, მე მაინც ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ აი ბოლომდე სწორი ემოცია არ გვექნება თუ ვიფიქრებთ, რომ ქართული ოცნება საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს. ეს იმის მეათედია იმ დანაშაულის, იმ ისტორიული დანაშაულის, რომელსაც ოცნებას ჩადის. ევროპულ მომავალს ართმევს, აშნიშნავს ევროკავშირში ვერ შევალთ, მე გამოვა რომელიმე კოცი ან ვიღაც სხვა და გეტყვის, რომ რა მოხდა, აი შვეიცარიაც არ არის ევროკავშირში და რა უშ. ხო, აი ესეთ რაღაც გაყრულ არგუმენტს მოგიყვანენ. აბსოლუტურად ვეთანხმები მაყურებელს, რომ ჩვენ არათუ ევროკავშირში და ნატოში ვერ შევალთ ამ რეჟიმის ხელში, არამედ ჩვენ de facto უკვე რუსეთში ვართ, რომ ვიღაცები რო ღლიცინებდნენ, ვითომ ძალიან ჭკვიანურად, აბა რა ხდება, ვართ, კი, ჩელაბინსკში ვართ უკვე. კი, ჩელაბინსკში ვართ, ანუ შემდეგი საფეხური არის, რომ აქედან წაიყვანენ კოცებს წაიყვანენ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის ხარჯზე. ეგ არის შემდეგი საფეხური და მალე მოხდება. რამდენიმე კვირის წინ იყო უკვე ამაზე ინფორმაცია, როგორ კამპანიას ატარებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომ საქართველოსდან წაიყვანონ მებრძოლები. კი, შეთავაზება არის კონკრეტული რაღაცა. ფულს ამდენს გადაგიხდით, იმას ვიზამთ, ამას რაღაცა. ხო და ანუ ეს ბევრად უფრო უარესია იმაზე, რომ უბრალოდ ევროკავშირში ვერ შევალთ. ევროკავშირში რო ვერ შეხვიდა, მართლა შეიძლება, რა ვიცი, ღირსეული ქვეყანა იყო, მდიდარი ქვეყანა იყო, დემოკრატიული ქვეყანა იყო და ევროკავშირში არ იყო. შესაძლებელია ეს. თუმცა საქართველოსთვის ეს არ არის მიზანი. საქართველოსთვის 10 წლეულები არის და კი არა და 100 წლეულებია. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ევროპას დაუბრუნდეთ, ევროპამ გვაღიაროს, დაგვინახოს, გვაღიაროს როგორც თავისი ორგანული ნაწილი, ხო, როგორც აი ამ დიდი ქრისტიანული სამყაროს ორგანული ნაწილი და მოვედით ამ დღეში ვართ, ამ ვითარებაში ვართ, ამ წერტილში ვართ და ამ დროს ვიღაც კოცი გვიღობავს გზას და გეუბნება, რომ არა, შენი ადგილი არის რუსეთში, თავი უნდა დახარო, რუსი რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთო, ის რა ქვია, მეგობარი უნდა ლანძღო, მეგობრის ელჩები უნდა გააძევო ქვეყნიდან, კორუფციაში უნდა ილივლიო, ასობით და მილიარდობით უნდა მოიპარო
და არაფერი რა, ეგ არის მაგათი მთელი თვალსაჩინო და ღირებულებითი სპექტრი. საზა, ეხლა მინდა ცოტა ესეთ იმაზე გადავიდე. ეს სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა დრო არის, ვთქვათ, გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები თუ რაღაც ესეთი ერთობა უნდა შევქმნათ, ყველაფერი ვაპატიო და ერთი ფრონტი შევდგეთ. რატო ამბობ? სამი ორგანიზაცია დაასახელეს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის, ასე ვთქვათ, სუბიექტები. ეს არის ველო, ნაციონალური მოძრაობა და ახლები, ხო? დღესვე გამოჩნდა მაგალითად ესეთი Facebook-ზე ესეთი რამე, რომ ველოს ვეწინააღმდეგები, მაგრამ რადგან ეხლა ესეთი სიტუაცია, მოდი ერთად ვიყოთ და რაღაცნაირად ვაკეთოთ. აი, შენ როგორ ფიქრობ? მე მგონია, რომ ლელოს არავინ არ უშლის პროტესტში მონაწილეობას, მოვიდნენ დადგნენ ჩვენთან ერთად იბრძოლონ, მაგრამ რატო უნდა შეუთანხმდეთ და ულიდერონ მათ, როცა მათ გამწია ხობას სერიოზულად რაღაცა ეჭვმეპარება და აი არ ვიცი რაღაცა შეაფასე ისე თან დიპლომატიურად შენ როგორც იცი რომ არ გავაღვივოთ ეხლა აქ ისე მუშტიკრივი არ გავმართოთ ვიღაცებთან აი როგორ ფიქრობ ხო მოდი დავიწყოთ ამ პარტიების აკრძალვის თემით მე მგონი ყველაზე უფრო დიდი მიამიტობაა ამის ანალიზი იმ კუთხით აბა ვის ეხება და ვის არ ეხება იმიტომ რომ ამაზეც მსჯელობდა დღეს რამდენიმე აბა ამ ჯგუფს ეხება თუ არ ეხება ამ კონკრეტულ ადამიანებს შეეხება თუ არ შეეხება მეგობრებო ყველა შეეხება ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის ანუ მიზანი რა არის დებილები ხო არ არიან რუსები არა მათი მიზანი არის რომ ყველა ის ძალა და ადამიანი რომელიც მათთვის არის საფრთხის შემცველი გაანეიტრალონ ეგრეთ წოდებული კანონით ხო და კანონით აუგრძალონ მოქმედება ხელფეხი შეუკრან და თუ რამე ისე არ იქნება როგორც უნდა გაუშვებენ ციხეში ან მოკლავენ როგორც რუსეთში ეს არის ამ რეჟიმის სახე იმაზე ფიქრი და იმაზე საუბარი რომ არიქა ეხა ნაცები აღარ იქნებიან და კოალიცია აღარ იქნება და ლელო აღარ იქნება და ჩვენთვის ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობის ფანჯარა ნუ უკიდურესი მიამიტობა ყველაზე კარგი ვარიანტი ხა არ ამგონია ეს ვიღაცა სერიოზულად შეიძლება ეფიქროს რაც შეეხება იმას ეხა ლელოსად დადგება ან ვინსად დადგება მოდი ამ კუთხით შევხედოთ ეხა მაგ პროცესებს ჩვენი პრობლემა უკვე კარგახანია აი როდის იყო გავრილოვის პროტესტი იყო 2019 წელს ხო ანუ მინიმუმ წელი გამოყოლებული არის რომ აი ამ პროტესტს ხშირად სათავეში უდგას ნუ ზოგიერთი ყოველ შემთხვევაში ადამიანი რომელიც მაინდა-მაინც აი ესე დემოკრატიულად, ქიმიურად არ არის შეხებაში იმ ადამიანებთან, რომლებიც გამოდიან საპროტესტოდ. ხო, ანუ შეიძლება შენ ან ვიღაც სხვა ძალიან მაგარი იყო, დახურულ კარს მიღმა რაღაც სალონურ ურთიერთობებში, რაღაც კლანურ კუტოკურ გარჩევებში, ვიღაცასთან რაღაც 2 და 3 ადამიანში უფრო ეგრეთ წოდებული ვერხი აიღო, მაგრამ გარეთ რო გახვალ, საერთოდ არ აინტერესებს ხალხს, ეგ იმიტომ რომ გაქვს ნული დემოკრატიული მოდება, ნული. ხო, ანუ შენზე არ მომთორნიკე რა თქმა უნდა. ანუ მან პრობლემა ისაა რომ ვინც დგას ის ბუნებრივად უნდა იყოს ამ პროცესის ლიდერი. არ უნდა გჭირდებოდეს იმის მტკიცება რომ მე ვარ თუ შენ თუ ამის მტკიცება გჭირდება ეს კითხვა არ უნდა გჭირდებოდეს ხალხს რატომ მოვიდა ეს და გველაპარაკება რა. ხო, ანუ ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. ხო, შესაბამისად ეს ლელო იქნება, ნაცი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს მან ეგ არის გადამწყვეტი რომ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი. აღიარებაც ხალხის მხრიდან თუ დემონსტრანტების თუ აქციაზე მდგომების მხრიდან ბუნებრივი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ხელოვნურად დაუშვათ მიკროფონის ისა რა ქვია კონტროლი როგორც იყო ხო ვიღაც ცერბერივით რომ დადგება მიკროფონთან და აი შენ მოხვალ და შენ არ მოხვალ. ანუ შენ თუ ხარ მართლა იმ მდგომარეობაში რომ შენ დადახელზე გამოსხავს ეგეთი მდგომარეობა რომ ვიღაცას რა ამას არ ვალაპარაკებ იმას ვალაპარაკებ ყველას გვინახავს და ეგ არის პრობლემა ეგ არის მთავარი პრობლემა ხო იმიტომ რომ ასეთი ტიპის ბრძოლა სალონური და კუტოკური გაგებით არ იმართება და თუ იმართება კიდე არსად არ მივყავართ არა ხო ცუდად დავდგება ხო მაგას ვიძახი რომ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და შენ თუ გაქვს იმის შნო უნარი საშუალება რომ დაუძახო ადამიანებს და ისინი კონკრეტულად შენ დაძახებულზე გამოვიდნენ, რაც გინდა ისქენი, ხო მერე. მაგრამ თუ სინამდვილეში აქ რასაც უყურებთ, ხალხი გამოდის თვითდინებით. ანუ მათ აი უმეტეს შემთხვევაში აი ხალხმა არ იცის, ახლა 4 ოქტომბერი ალბათ გამონაკლისი იყო, მაგრამ ბოლო წლებს რო გადავხედოთ, უმეტეს სხვა შემთხვევაში არ იცი ვინ არის ორგანიზატორი და არც გაინტერესებს. ხო, არ გაინტერესებს მაგაშია. ანუ შენ გამოხატავ შენ ნებას რომ საქართველოს გაათავისუფლო რუსებისგან.
კორუმპირებულებისგან, მოღალატეებისგან და ეხა ამას ვიღაც რომელ ოთახში გეგმავს და კონკრეტულად ვინ არის ამისი რაღაცა ტიპის ორგანიზატორი, ადამიანების 90%-ისთვის მეტი 99%-ისთვის ვინც იქ დგას და კიდე იმეებისთვის ვინც იქ არ დგას, მაგრამ გულშემატკივრობს ამ პროცესს, სრულიად უმნიშვნელოა. აი ამ კუთხით უნდა შევხედოთ ყველაფერს და ეხლა საბოლოო ჯამში ან მიკროფონს ვინ დაიჭერს ხელში და სცენაზე ვინავა, ვინ მოახერხებს რაღაც აი ესეთ მიკრო ურთიერთობებში წარმატების მიღწევას, ამას დიდ სურათში არაფერზე არაა გავლენა. შესაბამისად, ისევ back to square one, როგორც იტყვიან, შენ სადაც ხარ იქ და ვიწყებთ იქ, სადაც ვიყავით 35 წლის წინ და ცოტა მეტი წლის წინ. ხალხი არის იატაკქვეშეთში, ეს ბრძოლა არის არაფორმალების ზონა, ყველანი არაფორმალები ვართ აწი უკვე, იმიტომ რომ გაგვაუქმეს და ოფიციალურად ამათი რუსული კანონებით ყველა ვინც მებრძოლია აკრძალულია. პერსონალური სიები დააკონკრეტებს, ხო, რატო არ არის პერსონალური სიები? იმიტომ რომ პერსონალური სიები რომ მიგვეღო, შეგზღუდავდაო და ჩვენ გვინდა ფართოდ გქონდესო. საშუალება გქონდესო, რომ ვისაც გვინდა მიუყენოთო ეს კანონები რა. აი ხო არის კონკრეტული რაღაც პარტიის ჩინოვნიკი, პარტიის წევრი, ვიღაცა არ ჩინოვნიკია, არ წევრი, არაფერი არ არის. ხო, მაგრამ იტყვიან რომ ეს არის პარტიასთან დაკავშირებული პირი. როგორ არის დაკავშირებული? აი რასაც ამბობს ის არის თანხwebdriver-ში პარტიასთან, ანუ მორჩა, ისიც აკრძალულია. აი ამასთან აგვაქვს შეხება ეხლა ამათთან როგორ შეიძლება კანონზე ლაპარაკი და რაღაც საღაზრზე ლაპარაკი და ამათთან მსჯელობა, ანუ ესენი არიან აპრიორი მიუღებელი და ამათთან ბრძოლა თვითონაც იციან ეს არის ეგრეთ წოდებული ნულოვანი შედეგის ბრძოლა, ანუ ან ესენი იქნებიან და ან საქართველოს იქნება. საქართველოს და ქოცები არიან არათავსებადი. ხო, შუალედური რეზულტატი აღარ არსებობს უკვე რა, მორჩა. არა, თვითონ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში. მათ ჰქონდათ არჩევანი, რა თქმა უნდა, იმათ, ვისაც რაღაც ადამიანური ღირსების ნატამალი გააჩნდა ოდესღაც, ვისაც რაღაც ტიპის ბიოგრაფია გააჩნდა ოდესღაც, მათ ჰქონდათ არჩევანი და მათ ყველამ მიიღო არჩევანი, გადაწყვიტა რომ შეგნებულად გადაწყვიტა რომ აი ამ გზაზე დამდგარიყო, რა გზაზე დღეს არიან. შესაბამისად არანაირი რაღაცნაირი თანაგრძნობა იმის მიმართ რომ ვაიმე რა დღეში აღმოჩნდნენ, არავის არ აქვს, მათ შეგნებულად გააკეთეს ეს ყველაფერი. ხაზა, ეხლა შენ ამბობ რომ დაგვაბრუნეს ფაქტურად ყველა არაფორმალები ვართ. ამაში მე გეთახმები, ეს რაღაცა დრაკონული კანონები მიიღეს და სრულიად ალოგიკური ჩვენი თვალსაზრისით. მაგრამ ეს ხომ არ ცulis თვითონ წინააღმდეგობის ფორმას სერიოზულად. აი ესეთ არაფორმალურ ვითარებაში, როდესაც პარტიების ლიდერები დაჭერილები არიან, როდესაც აკრძალულია კონკრეტული აი ესეთი ლეგალური საქმიანობა. იცვლება რაღაცა პარადიგმა მოქმედების თითქოს თუ არა და რა უნდა ვქნათ, აი როგორ ხედავ, როგორანაირად თვითორგანიზაციის მომენტი როგორ უნდა მოხდეს. რითი შეუწყოთ ხელი ვთქვათ აი ამ პროცესს. ხო, პარადიგმა შესაძლებელი იქნება, ვინაიდან მოგვიწევს რაღაცებს გაუწიოთ ანგარიში და მოგვიწევს ასევე გავითვალისწინოთ ის, რომ აქეთ ამ მხარეს, ქართული ხალხის მხარეს რესურსი არის შეზღუდული, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი და ის თვითშეწირვა, თავგანწირვა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ძალიან შთამაგონებელი, მაგრამ რაღაც ეტაპზე უნდა გადაიზარდოს უფრო პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებში. ახლა არ მინდა რომ უმადურად გამომივიდეს პირიქით, აი კი, არა, ეს ბოლომდე არათუ მადლობელი ვარ, ანუ მადლობა ის სიტყვა არ არის თან რომელიც ამ ადამიანებს ეკუთვნით რა. სწორად გამიგებ იმედია რასაც ვამბობ. მაგრამ აი ეს შესაძლებელი ნამდვილად იქნება, რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დავიწყოთ იქიდან რომ აი თავიდანაც რო ამბობდი, ხო, აი ლიდერი რო არ აყავს ამ პროცესს, აღმოჩნდა კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ურიდერო პროცესის განეიტრალება არის ბევრად ხო, ანუ იქ რო ანუ იგივე ეს პარტიის ლიდერები ჩასვეს ციხეში და ეგონათ რომ ამით პროცესი მოკვდებოდა და აღმოჩნდა რომ პარტიის ლიდერები არ იყვნენ ამ პროცესების მამოძრავებელი. თვითონაც ზოგიერთ შემთხვევაში ბევრი არა, მაგრამ ვინც დადიოდა რუსთაველზე, ისინიც იყვნენ პრაქტიკულად ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი, მაგრამ არა მაინდა-მაინც მამოძრავებელი ამ პროცესის. კიდე ბევრი დაიჭირეს, კიდე 100 და 150 აქტივისტი, არაფერი, მაინც გადის ხო შენ სხვა ამბობდი რომ უნდა გავიხსენო ერთი აი თან ის იქნება ცოტა გაიმასიზავს ჩვენ გადაცემას. გახსოვს ალბათ შევარდნაძის დროს უცბად სტიქიურად დაიწყო შუქის გამორთვის წინააღმდეგ ესენი პროტესტი და წავდნენ იმეებს, რა ქვია, საბურავებს და ერთი ამბავი იყო
და თბილისში გადაიკეტა ბევრ ადგილას. და მაშინ რატომღაც ესე იგი ჩამოიარეს და მეც მოხვდი. მათი მაშინ სამართლოში წაგვიყვანეს ღამე, ვიფიქრე რა უნდა, ეხა რას თხოვენ და სწორედ ეგ იყო გამორკვევა, რომ თქვენ ხა ცალკე რა, თქვენ აორგანიზებთ ამას და უთხარით რომ გაჩერდენოთ და მაშინ გამეცინა, იმიტომ რომ მე საერთოდ რაშუაში ვარ, ვიღაცა კაცი გამოვიდა იქ თავის ქუჩა გადაკეტა, ის მე დამიჯერებს, ეხლა იქ აღარ დაწვა საბურავი თუ დაწვა საბურავი თუ რა გააკეთო და ეს შემორჩენილი ქონდათ ალბათ, მაგალითად იფიქრეს, რომ იქ ხოშტარია თუ ჯაფარიძე თუ ის მეორე დაიჭირეს და დამთავრდება, ყველაფერი აფეთს არ დამთავრდება და ძალიან კარგი რო არ დამთავრდება, მაგრამ მეორეც არის, ეხლა მე იქითკენ გადავდივარ, რომ თქვათ, აი ეს რაღაცა ის გახდა, იცი, აი საჯილდაო ხა, გადავკეტოთ რუსთაველი თუ არ გადავკეტოთ რუსთაველი და მნიშვნელოვანი მომენტი დგება რა, რომ აი თითქოს ისენი ამბობენ, რომ აი დღეს ხო, ბატონო გასაღები. გასაღები. გასაღები პოლიცია. ზაზა, ხო და აი ეს გადაკეტო არ გადაკეტო, რა თითქოს სიმბოლურად იქცა იმათ რომ აი დღეს ვერ გადაკეტეს, არაჩვენ მაინც გადავკეტეთ. იცი რა, ამისი ჩამოქვეითება არ შეიძლება მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა წერტილია სიმბოლო ამისი, მაგრამ აი როდემდე ეს სტიქიურად გადაკეტო არ გადაკეტვაზე უნდა რაღაცა ცოტა სხვანაირად წინ წავიდეთ, რა თუ აი როგორ ხედავ ამას. ხო, შენ რა ისტორიაც მოყევი, მაგას მინდა მეც გამოვეხმაურო, აი როგორც ახლა საბჭოთა მილიციას არ ჯეროდა რომ და მე უკვე ნუ საბჭოთა თან ეთყობოდათ რომ გეკითხებოდე რომ ეცინებოდა თვითონ რა აი არ ჯერო მაინც ვიღაცებს მათ ზემოთ არ ჯეროდათ რომ ახლა ეს თავისი ანუ თვითორგანიზებული როგორ შეიძლება იყოს ხო ვინაიდან ავტორიტარული სახელმწიფოს და სისტემის ნაწილი როცა ხარ და მენტალობაც ეგეთი რო გაქვს ვერ უშვებ რომ თავისუფალი ადამიანები არსებობენ რომლებიც თავისით რაღაცებს წყვეტენ და აკეთებენ. სხვადასხვა იგივე ჭირთ არა მხოლოდ კოცებს, არამედ ოპოზიციაშიც არის რამდენიმე ეგეთი ფიგურა, როცა ვიღაც გააკრიტიკებს, ხო ეგრევე ფიქრობენ, რომ ეს არის ორკესტრირებული, ეს არის ორგანიზებული და ვერ ფიქრობ, ვერ უშვებენ, რომ შეიძლება უბრალოდ ვიღაცებს ლეგიტიმური პროტესტი აქვს, ლეგიტიმურად გააჩნიათ რაღაც აზრი და არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცას ციხიდან ან სხვა ადგილიდან დაავალოს, რომ ესე ვიღაცას. ანუ ეს უბრალოდ თვითონ ამ ტიპის პოლიტიკოსებზე მეტყველებს, როდესაც მათ ერთადერთი ახსნა ამ ტიპის კრიტიკის აქვთ, რომ ვიღაცა აორგანიზებს მათ წინააღმდეგ რაღაც და არა ის, რომ იქნებ რამე შემეშალა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს, ეხა ეს ისეთი რაღაცა არის რა. არ ვიცი, რომ ვიცოდეთ ალბათ იმას. აქ არ ვიქნებოდით, ხო, ნეტა ზუსტად ვიცოდეთ. აქ გამოსავალი არის არ დანებება, ამ რეალობის არ მიღება. ყველაფრის გაკეთება, ვისაც რა ფორმით რა შეუძლია და ერთი რაღაცა ვიცით ნამდვილად, რომ გაჩერება არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში და რაღაცა შესუსტება არ შეიძლება, სადამდე შეგვიძლია ამ პროტესტის, მაგრამ როგორ და რა თან უნდა ვიფიქროთ რა. ხო, უბრალოდ აი მე ვისურვებდი, მაგრამ ეს იგივე რუსთაველზეს აქტივისტებშიც ერთ-ერთი ხაზია, ასე ვთქვათ, რომ უფრო პრაგმატულ, უფრო კაი გაგებით ცივსისხლიან, დაგეგმარებულ და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებზე დაიწყოს ფიქრი. ვინაიდან ეხლა რაც ხდება, ვიმეორებ, ძალიან შთამაგონებელია, ძალიან ჰეროიკულია, ოქროსასოებით ჩაიწერება ისტორიაშიც და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიმდინარე ვითარებისთვის. მაგრამ რო გავიხედოთ წინ, ხო, რამდენიმე კვირით, რამდენიმე თვით და მეთვალყრით და წლით, ჩვენ რესურსი გვაქვს დასაზოგი. ადამიანური რესურსიც, ანუ არავის არ უნდა, რომ ხო, ესენი უკან არ დაიხევენ. რა ვიცი, 200 პოლიტპატიმარი ყავს და შეიძლება ხოლ 2000 ყავდეს, რა შეუშლის ამათ ხელს. მაგაზე მინდა კითხო, შენ რესურსი თქვი. ამათ ამოუწურავი რესურსი აქვთ ემას, რა ქვია. არა, აქვთ ამოუწურავი რესურსი, რა თქმა უნდა, არ მინდა, ანუ ასე საერთოდ არ გამომყავს, რომ ამოუწურავი რესურსი აქვს, ჩვენზე მეტი ხო აქვთ. ხო, ალბათ. ფული ხო აქვთ. პოლიცია ხო ყავთ, ეგრეთ წოდებული პოლიცია, ძაღლობა სინამდვილეში. ეხა იმ ჯანის რო გითხრა, პოლიციას ხო უნდა ხელფასი მიცემ. რო აღარ მიცემ პოლიციას ხელფასი, ეხა ნამდვილად არ ამგონია, რომ ვიღაც ენთუზიაზმით აკეთებდეს, ასრულებდეს მაგარ ბრძანებებს რა. მოდი ეხა რეალისტები ვიყოთ, ძალიან შორია იმ მომენტამდე, როცა ესენი ვერ შეძლებენ პოლიციისთვის ხელფასის გადახდას.
ეს პოლიციური სახელმწიფოა, ბევრად მეტია დღეს ეგრეთ წოდებული პოლიციელი, ვიდრე 2012-მდე იყო და განსხვავებით 2012-ისა, როცა ის პოლიციელები კრიმინალს ებრძოდნენ და რუსებს ებრძოდნენ, დღეს აი ეს ბევრად მეტი პოლიციელი 100%-ით მიმართულია იქითკენ, რომ რუსების კომფორტი დაიცვან. ანუ ქართველებს ებრძოლონ, პატრიოტებს ებრძოლონ და ამაში არის გადახდილი უზარმაზარი ფული, პრემიები, დაკავებულებებზე, აი თითო დაკავებულზე არ ვიცი, ვიღაცამ თქვა 500 ლარი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ პრემიები, ჯილდოები, დანამატები, პაესტკები და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ პოლიციას არ მოშივდეს წყალებში, ხო? ეხლა ეს ომი, ხო ვთქვით, რომ ეს პოლიტიკური ომი არის რუსეთ-საქართველოს ომი. პუტინმა ძალიან კარგად ისწავლა ეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციებზე. ჩვენ რო შევხედოთ 2003 წელს რა მოხდა საქართველოში. პრაქტიკულად არც ერთი სისუსტე, რომელიც მაშინ ჰქონდა სახელმწიფოს, დღეს ხოცებს არ აქვს, ხო? მაშინ შევარნაძეს არ ჰქონდა იდეოლოგია, დღეს აქვს, ეს ბინძური, მაგრამ აქვს. შევარნაძეს არ ჰქონდა არანაირი პროპაგანდისტული მანქანა, ხო? ერთადერთი მისი პროპაგანდა ბჭყალებში იყო, რომ აი შეიძლება მე არ მოგწონდეთ, მაგრამ აბა სხვა ვინ. ეგ იყო შევარნაძის ხელისუფლების ბოლო არგუმენტი და ეგეც არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ამათ აქვს აი ესე მწყობრად აწყობილი ბოროტი, ვერაგი. ერთიც არის ალბათ რა, ეხლა შევარნაძეს ესე მეთოდურად და ესე ასე ვთქვათ, თანმიმდევრულად არ უჭერდა მხარს მოსკოვი, ანუ არასხამდა ფულს, არაძლევდა ძალას, რაღაცნაირად, სხვანაირად იყო ეს სიტუაცია დალაგებული და დღეს პირდაპირ რუსეთია ფაქტობრივად თავის გუბერნატორი. აკაშენ აღმოთმა მაგეთ მივდივარ მეც, ანუ პროპაგანდა აქვს, იდეოლოგია აქვს, ტრისხატი ყავთ, სუყეთ დაფინანსებულები არიან. რუსეთი ბოლომდე მხარს უჭერს მათი სპეცსამსახურების კუთხით და არა მხოლოდ. შესაბამისად, ის სისუსტეები, რომელმაც განაპირობა 2003-ში შევარნაძის ხელისუფლებიდან წასვლა და ახალი ვარდების რევოლუციის შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლა, ის სისუსტეები ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს და იმიტომ კი არა რომ ივანიშვილია ჭკვიანი, იმიტომ რომ პუტინმა ისწავლა თავის ტერიტორიას ბჭყალებში, რასაც თვითონ მიიჩნევს თავისად, იმას იცავს. როდესაც ვაუბრობთ, მე არ მინდა ვიმეორებ, არ ვფიქრობ, რომ განუსაზღვრელია, მაგრამ ის სისუსტეები, რომელიც დღეს აი ბევრჯერ გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას, რომ არ გაეთვალისწინებინათ, ხო? ეგენი აღმოფხვრეს, ამოკეტეს ყველა და მიზან მიმართულად კიდე მიდიან წინ. ეხა უნივერსიტეტებს მიადგნენ უკვე პრაქტიკულად. ახალგაზრდების ნაწილს ხედავთ რას უშვებიან და მეორე ნაწილს იძულებელს გახდიან, რომ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ეს ფარჯანა, არიქა ეტყვიან და წადით საქართველოდან. და შესაბამისად აი ამ აქტიურ რესურსის განეიტრალება შეეცდებიან ამ გზით და დაიტოვებენ ადამიანებს, რომლებსაც მისცემენ არგუმენტად იმას, რომ იცი რა, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე ოჯახი მყავს გამოსაკვები, მე რაღაც კონკრეტული ინტერესი მაქვს, იმას მივხედავ და ეს ჩემი საქმე არ არის. აი რუსული საზოგადოების მოდელი, სადაც აი 140 მილიონი თუ 142 მილიონი ადამიანი ყავთ და იქიდან პოლიტიკაში ჩართული არავინ არ არის, იმიტომ რომ მათ ეს არ ეკითხებათ. ჩაერთვები პოლიტიკაში. აგერ პოლიტკოვსკაია შეხედე რა მოვიდა, ლისწევ შეხედე მანამდე რა მოვიდა, ნავალნის რა მოვიდა, ნემცოვს რა მოვიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ეს არის მოდელი, რომლითაც ესენი ხელმძღვანელობენ და ესენი რა, რომლითაც რუსები ხელმძღვანელობენ საქართველოში. ხო, თუდი ის არის. თუდი სურათია, მაგრამ ნუ კაც არის ეგ არის. მოდი ასე ვთქვათ რა, მე არ მიყვარს ხოლმე, აი ხშირად ამბობენ რა, მოდი ახლა ცოტა პოზიტივი დავინახოთ რა, ანუ მე მგონია რომ რაც უნდა მძიმე იყოს სურათი, უმჯობესია რომ ჩვენ ვიცოდეთ დიაგნოზი. დიაგნოზი თუ ვიცით, მაშინ ჩვენ უფრო მზად ვიქნებით მორალურად, ემოციურად, ფიზიკურად იმ საფრთხის წინაშე, რომლის წინაშე ვდგავართ. ჩვენ დღემდე ნაწილობრივ იმიტომაც მოვედით, რომ ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ არა ბატონო, ოცნება არ არის პრორუსული. მე ამბობდნენ, რომ ხო, ნუ ცოტა პრორუსული რაღაც ზამაშკები აქვთ, მაგრამ ეს უბრალოდ თანხwebdriverა, ეს არის აი შემთხვევითი დამთხევა. მათი ინტერესები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ არანაირი კავშირი არ არის. მე დღეს კიდე ბევრი გვეუბნება, რომ იცი რა, ივანიშვილს ეს ავტორიტარული მიდრეკილებები აქვს, მაგრამ ნუ რუსეთი რა შუაშია. აი გავედით ბოლო სერიაშივა თუ ყველა აღიარებს, რომ ყველაფერი შეცდომა იყო მანდ. მეორე მხარეს არის რუსეთი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან არა. 1 ოქტომბრიდან კი არა, 2011 წლის 7 ოქტომბრიდან, აი ეს პირველი ავადსახსენებელი წერილი რო გამოუშვა ივანიშვილმა, ხო? იმ დღიდან ამ პროცესის უკან 100% დგას რუსეთი
და მე რა თქმა უნდა ხა არ ვიძახი რომ ივანიშვილთან ერთად ვინც იყო ყველა ამას შეგნებულად იყო არა 99% ამის 100-ზე არ იყო ხალხის კი არა აი ივანიშვილის გარშემო ვინც იყო ისინი მე მან შეიძლება უფრო რადიკალური ვარ მაგრამ იცი რა მე შეიძლება 100-ზე არ ვიყო ამ მორჩეველი როცა ვარ როცა პოლიტიკაზე მაქვს პრეტენზია და 100-ზე არის მაინც უნდა თქვა რომ ხო 100-ზე არ ვიყავი და შემეშალა რა რაღაცნაირად უნდა გადავხედო ამას ყველაფერს ხო რაღაცნაირად დავინახო 100-ზე არ ვიყო ასნიშნავს ეხლა როცა პრემიერ-მინისტრი ხარ და პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარე და 100-ზე არ ხარ ესე იგი არ არის შენი ადგილი იქ რა დაგვანებეთ თავი მაშინ რა ნუ კაი ეს აი მეორე მხრივ ვიცი რა არის ანუ ეს უმადური საქმეა ხა მეც ხშირად მოდესტო ჩემი თავისთვის მithქვამს რომ რაღაც ეტაპზე დათანხმდი რა ეხლა რამდენი ხელისუფლების მხრიდან ყოფილა რა იმის აი იმ თანამდებობაზე დათანხმდი ეს მიიღე და მე წამოხვალ ამ თანამდებობიდან და CV-ში გიწერია და მას ბილეთი ვითაგაკ რა სადაც გინდა შეხვალ რომელ დედაქალაქშიც გინდა რომელ კაბინეტშიც გინდა და ეხლა ეს მე ამაზე უარი ვთქვი პირადად რა თქმა უნდა მაგრამ ბევრისთვის ცდუნებაა კაცო ზოგი ის იყო ზოგი ეს იყო CV-ები აქვს გადატენილი და დღეს შედიან და ისევ იგივე ხალხს უსმენს დასავლეთი ხშირად ვინც ამ მდგომარეობაში აი მაგაში აი მაკეთკენ ვერ მყავდა რომ აი CV-ში უწერიათ გაიგე ზოგს თავდაცვის მინისტრობა უწერია და ზოგს რა და ზოგს რა კიდე და სინამდვილეში ზოგს პრეზიდენტობა და ერთადერთი წარმომადგენლობითი ხმა საქართველოსი და აი მაგმიდა ეს რესურსი რომელიც დასავლეთში არის და არ არის ბოლომდე ჩართული გამოყენებული ამ რესურსის არ გამოყენებაში ამ ხალხს ეხლა გულწრფელად უნდათ ალბათ და მიდიან და რაღაცას ეუნებიან და ამბობენ მაგრამ ისე არ ამბობენ ეთქობა როგორც საჭიროა რა ანუ ეს რესურსის გამოყენება აი როცა გზებზე და ტაქტიკაზე ვლაპარაკობთ უნდა აი ევროპაზე დასავლეთზე ზოგადად რაღაცა სხვანაირად გაიჭრას უფრო ორგანიზებულად რომ ისინი ჩავთვალოთ თხოვოთ შევხვეწოთ რაღაცა მეტი ძალისხმევა იყოს აი მან რამე არსებობს კიდე დამატებითი რეზერვი ხო გუშინ წინ იყო ფორმულაზე ნინო ჯაფარიძის ძალიან კარგი ეთერი არ ვიცი ქონდა თუ არა შესაძლებლობა გეყურებინა ნინო ჯაფარიძე არის Edison Research-ის წარმომადგენელი რომელიც ბოლო წლებში ატარებდა exit poll-ებს ატარებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ბაზირებული არის ამერიკაში და ნუ ქართველია ბუნებრივია მაგრამ იქ ცხოვრობს წლებია და წლებია მას ჰქონდა ძალიან გულახდილი ეთერი რომელიც არის ძალიან დამაფიქრებელი მრავალი კუთხით რაც შეეხება დასავლეთში ჩვენი პარტიების თუ საზოგადოების წარმომადგენლების ჩასვლას ახლა წარმოიდგინე ამერიკა ხარ რა მთელი მსოფლიო შენი საზრუნავია კოსმოსი შენი საზრუნავია პოლუსები ჩრდილო პოლუსი ყველაფერზე შენ უნდა ფიქრობდე და ამ დროს 1.5 მილიონი ქვეყნიდან საქართველოსდან ჩამოდის 7 დელეგაცია და გეუბნება რომ მე ეს პარტია ვარ მე ეს პარტია ვარ ანუ უბრალოდ არასერიოზულია ხო შენი თავი რო ჩააყენო ამერიკელის მდგომარეობაში ამ ხალხს არ შეხე რაც არ უნდა წინვალეთ გელაპარაკოს რაც არ უნდა გადასარევად ჩამოაყალიბოს აზრი არასერიოზულია ანუ მასშტაბი რო აღიქვა ანუ ამერიკელი სენატორისთვის თუ კონგრესმენისთვის თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისთვის აი ეს მასშტაბი რომელიც საქართველოს აქვს ალბათ საჭიროებს იმას რომ აქედან იყოს ერთი წარმომადგენელი ან ორი წარმომადგენელი ან ყოველ შემთხვევაში ერთი ხმა შეიძლება ბევრი წარმომადგენელი ჩავიდეს მაგრამ ერთი ჯგუფი იყოს ერთი ხმა იყოს ხო სხვანაირად უბრალოდ ჩემ ყურადღებას ვერ მიიღებ ბევრი რაღაცა მაქვს რაზეც უნდა ვიფიქრო როგორც ამერიკელმა და შენთვის დრო არ მექნება არ მეყოფა შენთვის ყურადღება აქედან გამომდინარე ეხლა საქართველოსთან წლების განმავლობაში ხანდახან ერთი პარტიიდან 2 და 3 განსხვავებული დელეგაცია ჩადიოდა ხოლმე ესეც იყო აი წარმოიდგინე რას ფიქრობს ამ დროს ამერიკელი და რამდენად რთულია მისთვის პოლიტიკის ფორმირება. ეხლა ეს ობიექტურ ნაწილს რაც შეეხება, სუბიექტური ნაწილი კიდე ცალკეა და ნინო ჯაფარიძე ამაზეც ილაპარაკა, რომ ჩვენ ვეუბნებოდითო პოლიტიკოსებს კვლევებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე ოპტიმალური გზა ოპოზიციის სამოქმედო გეგმის არის ერთიანობა. მაგრამ არსებობდა პოლიტიკურ ელიტაში რამდენიმე ფიგურა, რომელიც ამას აბსოლუტურად შეგნებულად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებოდა. ანუ ის რაც ჩვენ გონია უნიათობა სინამდვილეში განზრახული ქმედება. ვიღაცის ძალიან განზრახული პოლიტიკური ქმედება. ჩვენ გონია რომ რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ იმ ვიღაცას რაღაც გამოუვიდა, იმიტომ რომ იმას სხვა მიზანი ჰქონდა, რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი გამოვიდა. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ის რა მიზანია. საზოგადო მიზანი რო არ არის, ეს ფაქტია. ნუ მაგრამ ხო არ არის. ვიღაცამ რო არ თქვას, რომ რაღაც კონსპირაციის თეორიებზე საუბარი ვიმეორებ, ანუ კონკრეტულ
პროცესებში იყო ქალბატონინო ჩართული და ის მოყვა, რაც მან უშუალოდ იცის და მეორე უბრალოდ რომ ავიღოთ და ამ შემთხვევაში უკვე ამერიკელის ადგილას კი არა, რუსის ადგილას წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აი რას გააკეთებდი, რუსი რო იყო, გინდა რომ საქართველოს აკონტროლებდე, რავი, ჩანერგავდი თუ არა შენ ხალხს მის ხელისუფლებაში. ხელისუფლება თუ შენია, ჩანერგავდი თუ არა ხალხს ოპოზიციაში. რა, სულელი უნდა იყო რომ ის არ გააკეთო, ხო, თუ გაქვს ამის საშუალება. ამაზე რუსეთში მუშაობს მინიმუმ 3 უწყება FSB, SVR და GRU, ხო, 3 უწყება სპეცსამსახურები, რომელიც ამაზე მუშაობენ და ეხლა ჩვენ რატო გონია რომ ჩვენი რაღაც აი გუშინ გაღვიძებული ცოტა სვეცკი და ყავა მონაწრუპი იმი რაღაც პოზიციიდან ვიტყო და კაი რა ეხლა არ შეიძლება ყოველთვის აი ყველგან რუსეთი გელანდებოდეს. ისინი მუშაობენ ამაზე. ამაში აქვს საუკუნოვანი გამოცდილება. და ჩვენთვის რა არის დაუჯერებელი ვერ ხვდები. ხო, პრობლემა ისაა, რომ აი ამ ინფორმაციას ვერ ვთარგმნით უკვე სამწუხაროდ. მიზესთა გამო და ეს არავის კონკრეტული ბრალი არ არის და მეორე ყველას ბრალია, ჩემი ბრალიც არის, ვერ თარგმნით უკვე პოლიტიკურად გამოსადეგ ქმედებებში. ხო, ვიცით რომ რაღაცა მაგ პრობლემაა, აი ხა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეხლა მაგალითად ვიღაცა გვისურვებს. ძალიან ძნელი ასახსნელია ხანდახან რაღაცები, იმიტომ რომ აი ის შენ ამბობ ვიღაცა განზრახ ქმედე ის გამოვა და კარგი სიტყვებით, კარგი რაღაცებით ამბობს და იმისიც ჯერა რა, იმას რომ მოისმეს, ნახე ლოგიკურია რაღაცა შეეხო რაღაც სიმებს და მნიშვნელოვანი და აი ამისი გაშიფრვა არა და ეს ისეთი დონეა, რომელზეც ეროვნული შეთანხმება უნდა შედგეს რაღაცნაირად, ხო, რომ მე შემდეგი საფეხური გადავიდეს, აი ვერ არ ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ხო, ვიღაცის ციტატა ტრიალებდა ამას წინათ, არ მახსოვს ვისი იყო, შეიძლება მოგონილია საერთოდ, მაგრამ სიმართლეს მაგონებს ეს ციტატა იყო დაახლოებით ასეთი, რომ გაცილებით ადვილია რომ ადამიანი მოატყუო. ვიდრე მას უთხრა და ის დააჯერო, რომ მას სხვა ატყუებს, რომ მას ატყუებენ. ანუ ადამიანს უფრო ადვილად მოატყუებ, ვიდრე ეთქვი, რომ მოიცა კაცო, გაატყუებენ, როგორ ვერ ხედავ ამას, ხო? სამწუხარო რეალობაა და ამას რა თქმა უნდა შეიძლება მიეხედოს, მაგრამ დიდი რესურსი ჭირდება. პირველ რიგში ჭირდება ძალიან დიდი მედია რესურსი. ხა ამას წინათაც ვამბობდით, რომ ძალიან ხშირად წლიდან წლამდე ძირითადად ოპოზიციური პარტიები, ყველაზე მსხვილიდან დაწყებული, ყველაზე ისეთი პატარა და დამწყებით დამთავრებული იძახიან, რომ აი ხო ჩვენ უნდა გავიდეთ ხალხში, შევიდეთ ყველა ოჯახში, ყველას დაველაპარაკოთ. ძალიან კეთილშობილური განზრახვაა, მაგრამ ამით შენ ვერ ამარცხებ საინფორმაციო ომში პროპაგანდისტულ მანქანას. იმიტომ რომ შენი ოჯახში შეხვედი ერთხელ დაელაპარაკე რაღაც უთხარი. და ტევე ნაძეჟდა ჩართული იყო და შენ რო წამოხვედი ისევ ჩართული დარჩა. ხოდო ხან უმღერეს რაღაცა, ხან უჩაკვეს და აბასობაში კიდე რაღაც უთხრეს და ნუ მოკლედ. ხო და შენ რო ელაპარაკები იმ ადამიანს განცდა აქვს რომ რაღაცაში არ წმუნებ, რაღაცაში ცდილობ გადმოიბირო და ტევე ნაძეჟდა ესე მუშაობს პროპაგანდა, ხო? ტევე ნაძეჟდა მუშაობს ისე რომ ადამიანს გონია რომ ეს მისი აზრია. პროპაგანდის ის არის, ხო, ყველაზე მაგარი პროპაგანდა არის, ისე ილექება ეს მესიჯები, რომ მას არ აქვს განცდა, რომ მას აზომბებენ. ხო, ვიღაცა ეს მისი აზრია, ხო, პირობითად ხალია, კაცია, რაღაც ერთხესიანთა ქორწინება, რაღაც აი ეს რა ჩანერგილი ისინია, ხო, რაღაც კლიშეები, რომელთაც აშინებენ ადამიანებს, რომელსაც ხშირად პურის ფული არ აქვს და რომელსაც 50 და 100 ლარს აძლევენ, რომ არჩევნებზე გადმოიბირონ. აი ამით იყვებავენ, მაგრამ ისინიც ნებიერად ყლაპავენ ამ პროპაგანდისტულ სატყუარას, ვინაიდან პროპაგანდა ზუსტად ეს არის, ამით არის ძლიერი. მე ჩემ თავზე ჩამიტარებია ექსპერიმენტი ერთხელ მახსოვს 1 საათის განმავლობაში, რომელიღაც რუსულ საინფორმაციო პროპაგანდისტულ არხს უყურე, Россия 24 თუ რომელიღაცას რა და რამ გაგაძლებია. ხო, რას ვიზახი, ნახე, ანუ 1 საათის თავზე ჩემი თავი დავიჭირე, რომ რაღაც ძალიან მცირე ეჭვი გამიშთა ბიჭო, ანუ ვიძახი რომ კი ვიცი რომ ეხა ესენი პროპაგანდისტები არიან, მაგრამ ეხა აი ამას რომ ამბობენ, ამაში რაღაცა არის. შეიძლება რომ თავს უსაფუძვლოდ იყოს, ხო? ხო, ანუ მე ვარ ამ შემთხვევაში ძალიან ეს თქვა გამოჩდილი პროპაგანდასთან გამკლავებაში. აი ბავშვობიდან მამაჩემი მასწავლიდა როგორ უნდა წამეკითხა საბჭოთა გაზეთები, როგორ უნდა მეყურებინა საბჭოთა ტელევიზიისთვის, რომ სინამდვილეში გამეგო რა ხდება. ხო, აი სტრიქონებს შორის კითხვა რასაც ქვია და პროპაგანდის გაფილტრვა რასაც ქვია და
ეხლა ადამიანი რომელსაც ამაში არც გამოცდილება აქვს, არც მოეთხოვება ხა ამის გამოცდილება, ხო, ვიღაც ადამიანი რატო უნდა იცოდეს ესეთი რაღაცები, ხო, წესები. ეხლა იმას ჩართული რო აქვს ესეთ რუსული ტელევიზია, ან ქართულენოვანი რუსული ტელევიზია, როგორც არის TV Nadezhda და კიდე რამდენიმე ეგეთ, ხო? იმას შენ ვერ დაამარცხებ ყველა ოჯახში შესვლით რა და მეტროსთან ფლაიერების დარიგებით. სატელევიზიო რეალობაა შესაძლებელი და სატელევიზიო რეალობას კიდე უნდა კონდეს ძალიან თანმიმდევრული, მწყობრი საინფორმაციო და პერსონალიების დონეზე დალაგებული პოლიტიკა. აი ამ ხრივ გვაქვს ტოტალური ჩავარდნა. ზაზა, დიდი მადლობა, ესე იგი ყოველთვის საკმაოდ მწარე რეალობას ასახავ, მაგრამ ისა ხარ ხოლმე ოპტიმისტი და აბას როგორ აგვარებ და როგორ ახერხებ ძალიან კარგია რა, ერთის ხრივ, იმიტომ რომ მართლა დასაკარგი აღარაფერი აღარ გაქვს და გაჩერება არაფრით არ შეიძლება. რამე ხوار გინდა დამატებით უთხრა დღეს ჩვენს მაყურებელს, აი რამე ხوار დაგჭა ისეთ. მიხარია რომ ეს განცდა გაქვს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მართლა ესია, ნამდვილად ოპტიმისტი ვარ და ოპტიმისტი ვარ იმიტომ რომ რა ვიცი, მჯერა ჩემი ხალხის, მჯერა ჩემი თავის, ვხედავ რა რეალობაა ქვეყანაში, ვხედავ ადამიანების განწყობებს და ვხედავ ასევე იმას, რომ ჩვენ არჩევანი არა გვაქვს, რაც ხშირად ძალიან კარგი რაღაცაა. ანუ ხანდახან არჩევანი ცუდია. ცუდია, როცა ძალიან ბევრი არჩევანი გაქვს, ვერ ყალიბდები და ჩვენ გვაქვს ერთი არჩევანი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ არის. და გავიმარჯვებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ ვართ ქართველები და ამ ქვეყანას თავს მოაჯდა რუსული, გარყვნილი, აბსოლუტურად უზნეო მასა. რაღაცა, რომელიც არაორგანულია ამ ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში, ჩვენ სახლებში, ჩვენ ოჯახებში გავაგზავნოთ ჩვეულებრივი ცხოვრება, ვეკამათოთ ერთმანეთს, დავეთანხმოთ, არ დავეთანხმოთ, გავიღიმოთ, გავიცინოთ, სიცილის უნარი აქვს ახლა ხალხს დაკარგული. ხალისი აღარა აქვს არავის, ხო? იმისთვის, რომ ეს დავიბრუნოთ, აი ეს უნდა მოვიშოროთ და ის რომ ერთი არჩევანი გვაქვს, ძალიან ამარტივებს ამ ყველაფერს. გავიმარჯვებთ და აუცილებლად მოხდება ეს და მე გავაგზავნებ ცხოვრებას რა. ხალხს ჰობი აქვს, აი ზოგს თეატრი უნდა, ზოგს მუსიკა უნდა, ზოგს კითხვა უნდა, ანუ რა ვიცი, მილიონი რაღაც არსებობს, ხო და თითქოს ყველაფერი დაპაუზებულია, იმიტომ რომ აი ამ საინფორმაციო სპეცოპერაციის, ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის პირობებში ვცხოვრობთ. მუდმივი მიმდინარე ფორს-მაჟორის პირობებში, რაც არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ ცხოვრება შეირგონ რა. შეირგონ აი პატარა სიამოვნებები, აი ზოგმა მართლა ყავა დალიოს, სიგარეტი მოწიოს, წიგნი წაიკითხოს, კონცერტზე წავიდეს, უბრალოდ მოდუნდეს, შვილებთან გაისეირნოს და ასე შემდეგ. აი ყოველდღიურად იწყება დღე იმით, რომ ეს რომელიღაც ბინძური მოლაპარაკე თავი ამათი გამოდის და რაღაცას ისეც ამბობს, რასაც გამოყავხარ წყობილებიდან. და ეს შეგნებულია, ეს ძალიან შეგნებული ქმედება ამ რუსი პროპაგანდისტების. დაუბრუნდეთ იმას, რომ რაც თქვით, რა, ერთი არჩევანი გვაქვს და ეს ჩვენს ამოცანას 1000-ად ამარტივებს. შესაბამისად. ამინ. დიდი მადლობა ზაზა. საინტერესო და დინამიური იყო როგორც ყოველთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს, მოიწონეთ, ლაიქები რო ქვია და არტყით. გავრცელებაში მოგვეხმარება და აუცილებლად შეგხვდებით შემდეგ. აბა დროებით. აბა ნახვამდის, კარგად. Dario Radio, მუდამ კარგი დარია.